აქტივისტები და განათლების ექსპერტები თეატრალურის ეთიკის საბჭოსთან შეხვედრას ითხოვენ. უნივერსიტეტის შესასვლელთან აქცია ამოთხოვნით წუთი წუთზე უნდა დაიწყოს. რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებს ახალი იმპულსი სწორედ საბჭოს გადაწყვეტილებამ თეატრალურის სტუდენტების დემონსტრაციულმა დევნამ მისცა. პროტესტის გამო ისინი უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ასე დასაჯეს. ლიზი ვეკუა დეტალებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. Diahuka შეიძლება ითქვას, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა ახალი საპროტესტო ტალღა შექმნა. რეპრესიული მექანიზმის წინააღმდეგ, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან არის დაგეგმილი, სტუდენტების წინააღმდეგ იქნება ეს თუ იმ ადამიანების, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პროტესტში, ერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან მსახიობები, სტუდენტები, განათლების სფეროს ექსპერტები, ლექტორები და ის ადამიანები, რომლებიც უკვე 100 დღეზე მეტია იბრძვიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირდეს და აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ეს ადამიანები გეგმავენ სხვადასხვა ტიპის აქციებს. გუშინდელი დღე იყო ძალიან მრავალფეროვანი სხვადასხვა საპროტესტო აქცია მსვლელობებით, თუმცა არც დღევანდელი დღე არ იქნება გამონაკლისი და გაგაცნობთ დღევანდელი დღის გეგმებს. პირველ საათზე თეატრალურ უნივერსიტეტთან განათლების ექსპერტები გეგმავენ აქციას სახელწოდებით ქართული განათლება საფრთხეშია და ისინი მოითხოვენ იმ ეთიკის საბჭოს კომისიის წევრებთან შეხვედრას, რომლებმაც გუშინ განაჩენი გამოუტანეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს და მათ ეთიკის კოდექსის დარღვევის მიზნით სტუდენტური სტატუსი შეუჩერეს. სწორედ ამიტომ ისინი შეიკრიბებიან თეატრალურ უნივერსიტეტთან და ამ მოთხოვნით მიმართავენ ეთიკის კომისიის წევრებს. ამას შემდეგ ტრადიციული მსვლელობა გაიმართება საპროტესტო აქცია გაიმართება პირველი არხიდან და გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ხალხის ხმა უკვე 100 დღეზე მეტია ისმის. მათი მთავარი მოთხოვნები კი ხელახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. ეს პირველ საათზე მოძრაობა ქართული განათლება საფრთხეშია თეატრალურის უნივერსიტეტთან აორგანიზებს სტუდენტების სოლიდარობის აქციას და ითხოვს შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და ეთიკის კომისიასთან, იმიტომ რომ რეალურად ეს მექანიზმი ეთიკის კომისია შეიძლება გახდეს არაერთხელ კიდევ რეპრესიული მექანიზმი. ამის სტუდენტური მოძრაობა უერთდება აქციას თეატრალურ უნივერსიტეტში. ჩვენ ვიყავით ჩვენი მეგობრების გვერდით მაშინ, როცა მათ სამჯერ გამოუძახეს პოლიცია. როცა ისინი დააჯარიმეს და როცა იძულებით და კარგვის მუქარით გამოყარეს უნივერსიტეტიდან. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ თეატრალური უნივერსიტეტის ბავშვების ბრძოლა. ეს საერთო ბრძოლაა. გელოდებით ყველას, გელოდებით სტუდენტებს. ერთად დავდგეთ თეატრალურ უნივერსიტეტთან და ვაჩვენოთ რეჟიმს, რომ სტუდენტებზე შეტევა ამ შემთხვევაში არ იქნება წარმატებული. რექტორატი, რექტორი, პედაგოგები მარტო იმისთვის არ უნდა იყვნენ მზად, რომ მშვიდწყლარ გარემოში ასწავლიან. ეს როდესაც შენ ხარ რაღაცა რექტორი თუ პედაგოგი, ალბათ ამ ბობოქარ პერიოდში ამასაც უნდა გულისხმობდე და ამასაც უნდა ითვალისწინებდე, რომ ყოველთვის სიტუაცია არ იქნება ესეთი მშვიდი, ლაღი და დაწნარებული. მათ შორის შეიძლება იყოს პროტესტი, მით უმეტეს იმის ფონზე. მაგრამ მე რა შთაბეჭდილება მრჩება, იცით, რომ ისინი არ იზიარებდნენ საერთოდ არც სტუდენტების პათოს და არაფერ. ამიტომ არის ეს რაღაცნაირი ესეთი რთული ურთიერთობა თორემ მე არ წარმომიდგენია ჩვენ შვილებს ხომ ველაპარაკებით, რაც არ უნდა კრიზისული სიტუაცია იყოს. რეჟიმს ებრძვის ყველა, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი სურს. გუშინ თეატრალებმა და კინოს სფეროს წარმომადგენლებმა ღამე გაათენეს პარლამენტთანაც და ისინი აანონსებენ კიდევ უფრო სხვადასხვაგვარ მასშტაბურ აქციებს. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში, შეგახსენებთ მთავარ მოთხოვნებს, ეს არის ხელახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.